ლამაზი ტყუილი. ეს ნახატი ლამაზია, ძალიან ლამაზი. იმდენად, რომ შეიძლება ვერ შეამჩნიო რა ხდება ტილოზე. ბოტიჩელის ცილის წამება, იდეალური არქიტექტურა, სიმეტრია, ჰარმონია. ყველაფერი თითქოს წესრიგშია, ყველაფერი სწორ ადგილას. და სწორედ ამიტომ არის საშიში, რადგან ამ სილამაზის შუაგულში ვიღაცას ეკაჩებიან, ვიღაცას ადანაშაულებენ, ვიღაცას ასამართლებენ. და ეს ყველაფერი მშვიდად. თითქოს ესეც ამ სივრცის ბუნებრივი ნაწილია. აქ ტყუილი ლამაზია, მოხდენილი, დამაჯერებელი. სიმართლე კი შიშველი, დაუცველი. თითქოს ზედმეტიც კი ამ სრულყოფილ სივრცეში. და სადღაც იქ ტახტზე იჯდა მიდასი, მსაჯული, რომელსაც არ ესმოდა სიმართლის. ბოტიჩელმა ის დიდი ყურებით დახატა. ანტიკა მიცოდა. ვინც სიმართლეს ვერ ანსხვავებს, მას ვირის ყურები აქვს. როგორც ამბობენ, ბრბოს დიდი თვალები აქვს, დიდი ყურები და მოკლე მახსოვრობა. ეს თითქმის ანატომიაა, არა მეტაფორა. ხედვა, რომელიც ზედაპირზე ჩერდება. სმენა, რომელიც ყველაფერს ერთნაირად იღებს და არაფერი ახსოვს. რადგან გარჩევა დროს მოითხოვს, დრო კი წინააღმდეგობაში მოდის სიჩქარესთან. და როცა სიჩქარე იმარჯვებს, აზრი იკლებს. რჩება მხოლოდ ნაკადი, სურათების, ხმების, ემოციების. და ამ ნაკადში სიმართლე არ ქრება. მას უბრალოდ ვეღარ განასხვავებ. ხანდახან მგონია, ტყუილს აღარ სჭირდება დამალვა. ის უბრალოდ კარგად უნდა გამოიყურებოდეს. დღეს თითქოს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი. ტახტი აღარ არის ერთი მიდასის. ის ყველასია და არავისი. ჩვენ ვართ მიდასი. ჩვენ უსმენთ არა იმას, რაც მართალია, არამედ იმას, რაც უკეთ გამოიყურება და ისმინება. რაც უფრო სწრაფად გვხვდება თვალში, რასაც უფრო იოლად, ძალისხმევის გარეშე მივიღებთ. სიმართლე რთულია. ის ითხოვს დროს, ყურადღებას, დაფიქრებას, ხშირად საკუთარი აზრის გადახედვასაც. ტყუილი კი უკვე მზად არის, მზა ემოციით, მზა სახით, და რაც მთავარია, ლამაზი. დღეს ცილის წამებას აღარ სჭირდება არგუმენტი. მას სჭირდება რიტმი და სახე, რომელიც გამოიყურება სწორად. ის აღარ გეუბნება, დაიჯერე. ის გეუბნება, იგრძენი. ხოლო როცა გრძნობ, აღარ ამოწმებ და ადვილად აზიარებ. და იმ მომენტში აღარ ხარ უბრალოდ მაყურებელი. ხდები ნაწილი. სცენა აღარ არის სასახლეში. ის ჩვენს ეკრანშია. და ამ სილამაზის შუაგულში ყოველდღე ვიღაცას ეკაჩებიან. ვიღაცას ამცირებენ, ვიღაცას ასამართლებენ. და ჩვენ ვუყურებთ, როგორც ხელოვნებას. არ ვჩერდებით, უბრალოდ ვსკროლავთ. იმიტომ რომ გარემო ლამაზია. და როცა გარემო ლამაზია, დრამა ნაკლებად რეალურად გვეჩვენება. მაგრამ არაფერი შეცვლილა. ცილის წამება ისევ აქ არის. სიმართლე ისევ შიშველია. და მიდასი ის აღარ ზის ტახტზე. ის ხელში გვიჭირავს.